თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება 28 თებერვალს კულტურის ცენტრ მუზაში გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ წუნა და წრუწუნას პრემიერას წარმოადგენს. აქვსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმის სცენურ ვერსიაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მუშაობს. კარგად ცნობილი წუნასა და წრუწუნას თავგადასავალი ცნობილი მსოფლიო კინორეჟისორის ვუდი ალენის ინტერესის საგნად იქცა. როგორ გაართმევენ პატარების საყვარელი გმირები თავს პრეტენზიული რეჟისორის ახირებებს და როგორი დასასრული ექნება ფილმს, რომელსაც თეატრის სცენაზე გადაიღებენ. ამას მაყურებელი უკვე თავად სპექტაკლის ფინალში იხილავს. მუსიკალური, ფერადი და მხიარული სპექტაკლის წუნა და წრუწუნას სამზადისი ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. აბა, მოტორ. ნუ მაწვალე, გო. დაწვალე ფიერადა. Ого შენისი ყარული გული რვესე მიღოლე უიქა სიტვილი ავიჯა ეგრე გამაგორე აღმოჩნდი საქართველოში, თოჯინების თეატრში. მუშაობთ ძალიან საინტერესო სცენარზე. გაგონიათ წუნა და წრუწუნა. და ვიღებთ და ალბათ იმედი გვაქვს ოსკარის ნომინაციაზე წარვსდგებით. ძველი ფილმის მოტივებზე იღებს თანამედროვე რეჟისორი. ეს ამას თავისი აგენტი მოწვეული მსახიობია, ცოტა ისეთი წონიანი რა, ის კი არ არის ახლა. მართ აბზანეს ბატონო. კი ბატონო. იღებენ ამ ფილმში რა. ჩვეულებრივად უხდიან ხელფას და სამუშაო ამისთვის. დადის პრეტენზიული ხო არ არის ცოტა? პრეტენზიული და თავისი რაღაცეები აქვს ამას. ეს მე მგითხეთ პრეტენზიულია თუ არა. სისხლს მიშრობს წელი სპექტაკლი. აქ ბატონო იქით რეალურ ცხოვრებაში ხედვები აქვს და რეჟისორს თავაზობს ხოლმე მაგალითად ცეკვების დროს რაღაცები ხო არ გავაკეთო ასე ივარგებს ბატონო რაღაცები. ასეებს თავაზობს რა რეჟისორი. შენ რა ხნო ბატონო? რეჟისორი არ იღებს ამის რაღაც ახალ რაღაცებს და საინტერესო ერთიანობაში კარგი სანახავი. მე მგონი პარტნიორს ცოტა უჭირს გაგება, ხო, მოწვეული მსახიობის. მეც მოწვეული ვარ. თქვენც მოწვეული, მაგრამ მე ამან მომიწვია. ეს არის უხელფ. მე უხელფასოს ვარ. ენთუზიაზმი. არა, უხარია დამწყები. მეორე კურსელი ვარ და ხო და უხარია ამას გადაღებებზე შეუდა. ამას არ უხარია. ხანის დასავლეთიდან არის და რასაც მეუბნება იმას ვარ. ბოლივუდიდან შეხარ ბოლივუდიდან. ეს არის ბოლივუდიდან, ეს არის ჰოლივუდიდან. ჩემი ერთი კოლეგა ამბობდა, რომ თუ სათქმელი არაფერი გავს, ჯობს კინო საერთოდ არ გადაიღო. ყველაზე მთავარი რაც არის, გადავარდით იმ ტყილ ბავშვობაში, ლამაზ მულტფილმებში, რომელი ბავშვობაც და მულტფილმები ჩვენ მქონდა და გვინდა რომ ჩვენს პატარებსაც ანუ ასე რომ ვთქვათ, დაუბრუნოთ, ვაჩვენოთ ის ლამაზი ზღაპრები, ვაჩვენოთ ის ლამაზი მულტფილმები და ესე როგორმე იქნებ, ესე რომ ვთქვათ, ქართული ზღაპრებისკენ მოვაქციოთ. ამიტომ ყველაფერს ვცდილობთ ეს თეატრში იქნება მულტფილმებში იქნება თუ სადაც იქნება როგორმე ისევ და ისევ დავაბრუნოთ ჩვენს ტრადიციულ ქართულ ზღაპრებში. სპექტაკლი ხორციელდება კულტურის და ძეგლთადაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ავიღეთ ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის, უფროსებისთვის ძალიან საყვარელი და ნაცნობი მულტფილმის ფაბულა, ეს არის წუნა და წრუწუნა და ცაგარელის მოტივებზე გავაკეთეთ პიესის ინსცენირება. პრემიერა გაიმართება 28 თებერვალს 12-სა და 2 საათზე. სპექტაკლი რა თქმა უნდა დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენი თეატრის რეპერტუარში. შევეცადეთ შეგვეტანა პატარა თანამედროვე ნიუანსები, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი იღებს, ანუ გადასაღებ მოედანზე ხდება სპექტაკლის მთლიანი მოქმედება.
არის თავისთავად სახალისო და იმედი გვაქვს თანაბრად საინტერესო როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვის. და აქვე ვიტყვი, გვაქვს მეორე კარგი ამბავი, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხელშეწყობით გადაწყდა ჩვენი თეატრის უმთავრესი პრობლემა, ეს არის შენობის არქონა. ამ ეტაპზე არის პროექტზე მუშაობა, შენობის პროექტზე. ხოლო 1 აპრილიდან უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ისევ პლეხანოვზე იქნება ჩვენი ადგილმდებარეობა და ძირითადი მისამართი. და როგორც ვარაუდობთ 2017 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს უკვე პატარა მაყურებელს უმასპინძლებთ საკუთარ კედლებში.